უამრავი ვიდეოა იმაზე ჩაწერილი, რომ აი მე მაგალითად კალისტენიკსის ვარჯიშს ვაკეთებ. კალისტენიქსი, ვინც არ იცით, ეს არის პარკებში დადგმული ტურნიკი და ორძელი და მსგავსი სავარჯიშოები. გულწრფელად ვამბობ, კალისტენიქსი ჯობია იმდენ ტრენაჟორს და მით უმეტეს სახლში ვარჯიშს, რომ აი არ ვიცი, ვერ აღწერ. ჯერ ესეთი რომ საკუთარი წონით ვარჯიშობ. მერე კიდე რაც უფრო წონაში იზრდები და კონფლიქტი გამატება, მით უფრო შენი ძალაც იზრდება და უფრო მეტად ცდილობ რომ მეტი აწიო და აი კუნთის დასთან ერთად უფრო მეტი ძალაც გემატება. არის მაგალითად რომ შეიძლება კუნთი გაიზარდოს და ძალა არ გაგვიზარდოს, ან პირიქით ძალა გაიზარდოს და კუნთი არა. ამ შემთხვევაში ორივე ხდება, იმიტომ რომ კუნთიც იზრდება და ძალაც იზრდება. და ჩვენს აი ასე მივდივართ. აკავიკები იზრდება ტურნიკზე, ძალა გვემატება, ხელები გვეზრდება და ზურგიც. რაც ყველაზე კარგი არის ვიზუალურად. რამდენიმე ვიდეო მეცმედო TikTok-ზე რო ვარჯიშობდი ტურნიკზე და ორძელზე და მინდა ვთქვა რომ რაც კი მივარჯიშია ჩემი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო ვარჯიშები არის ტურნიკი და ორძელი. ვიცი ახლა ბევრს ექნება ის გაკეთებული რომ დაინახავს ტურნიკს და უნდა რომ ერთი მინიმუმ 50 გააკეთოს. მაგრამ ეგრე არ არის. შეიძლება ერთმა ადამიანმა რომ მივიდეს და გააკეთოს 10, ვერ გააკეთოს მაგალითად ერთ კვირაზე მეტი. ერთი კვირა სულ გააკეთოს 10 გამეორება. ერთხელ ვიყავი პარკში და ჩემს მაგას ვეჯიბრებოდი ტურნიკს დაწევაში და 130-ით 110 წავაგე. და მეორე დღეს რო გავიღვიძე, ზურგის კუნთები კიოდა ძალიან საშინლად. აქედან გამომდინარე ვიტყვი რომ როცა დაინახავთ ტურნიკს, არ გააკეთოთ იმდენი რომ მეორე დღეს მე კუნთები გეთქვინოთ. და რჩევა იმ ხალხისთვის კიდევ რომ ფიქრობენ პარკში ვარჯიშობ თუ არა, მე დიდ რეკომენდაციას გავუწევ მაგ პარკს. პარკში ვარჯიშებს იმ მხრივ რომ საუკეთესო არის საკუთარი ძალის მოსამატებლად, საკუთარ სხეულისზე დაყრდნობით მოვიმატოთ ძალა, მოვიმატოთ გამძლეობა და მერე თუ მოგვეცემა საშუალება ვირგინოთ კიდეს. ნუ ეს უკვე სრულიად დამოკიდებული, ვისაც სირბილი ენდავება ისებენ, ვისაც არ ენდავება ისწავლა სახში და შემდეგი გემებიც მოემზადება. ერთი დადებითი და უარყოფითი მხარეები ის აქვს, რომ პარკში არის ხოლმე მაგალითად 2 ან 3 ტურნიკი, ყველა დაკავებულია ხოლმე და შენ გიწევს რომ იმათ ელოდო და სანამ ისინი ჩამოვლენ მომასობაში შენ გაგიწევს ეს დასვენების დრო და უკვე გრძელდება მეთხანს. და ტურნიკზე კალისტენიქსის კარგი მხარე ის არის რომ უფასოა. დარბაზში რომ შეიძლება ღირდეს მინიმუმ 150 ლარი, რომელიც მართლა ეგრე ღირს, პარკში ჩვალებოთ ივარჯიშებ და სრულიად კარგად და უკეთესად. თან მით უმეტესი დარბაზი ზაფხულში და ზამთარში არის ჩახუთული, იქ ჰაერზე ვარჯიშობ და არავინ არ გეშლის ხელს ჰაერის სუნთქვაში. თუ კიდევ ისეთი ამინდია რომ საერთოდ საჩამოიქცა, მაგ შემთხვევაში თუ გაქვთ ისეთი ტანაცმელი რომ ქარისგან და წვიმისგან დაგისვათ, წვიმა ეხლა დიდად არაფერი არ არის, მაგრამ თუ ქარი არის ძალიან ცუდი, მაგ შემთხვევაში ისეთი სპეციალური ტანაცმელი დაგჭირდება, რომელიც ჰაერს არ გაატარებს და ჩვეულებრივ შეგიძლიათ ივარჯიშოთ, მაგრამ მე არ ვარჯიშობ ხოლმე ქარში, იმ მხრივ რომ არ მაქვს ტანაცმელი სპეციალური ქარისთვის. წვიმას კიდე რაღაცა ეშველება ვარჯიშის დროს, მაგრამ ქარი არ მაქვს ზოგადად. და მაგ დროს მირჩენია ხოლმე რომ ან სახლში ვარჯიშო, ან თუ მაგ მომენტში მაქვს საშუალება დარბაზში წავიდე. ერთი კიდე დადებითი თვისება კალისტენიკს პარკში ვარჯიშში ის აქვს, რომ სახლში ვარჯიშისგან განსხვავებით, როცა გარეთ ვარჯიშობ, იქ შეიძლება ვინმე შენი თანტონი გაიცნო, უფრო მეტი ვარჯიში გითხრას, რჩევა გითხრას ვარჯიშის შესახებ და ისეთი რამ გაიგო, რაც ძალიან კარგი იყოს შენი განვითარებისთვის, კუნთებისთვის, ყვება შეიძლება შეეხებინოს რჩევა და შეიძლება საერთოდ ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, რომ მე საერთოდ დარბაზში გიყვანოს და აბონემენტი გიყიდოს. ნუ მოკლედ, ჩემი აზრით და ბევრი დამეთანხმება ძალიან პარკში ვარჯიში ჯობია ძალიან ბევრად ვიდრე სახლში ვარჯიში. რაღაც მომენტში შეიძლება პარკში ვარჯიში უფრო კარგიც იყოს ვიდრე დარბაზში ვარჯიში. მოკლედ, ვფიქრობ, ჩემი რჩევა გამოგადგებათ, გაითვალისწინებთ და ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით. ეს მაინც შევხვდებით მომავალ ვიდეოში. არ დაგავდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და ზარის ღილაკის გააქტიურება. დროებით.